ვიდეოს ჩაწერა არ მინდოდა, მთელი და ვფიქრობდი, თუმცა ხა ბევრჯერ როდესაც რამე არ მithქვამს, მერე ცხოვრებას უჩვენებია ისე, რომ ისეთ რაღაცა მოხდარა ჩემ ცხოვრებაში, რომ მივხვდარ არ უნდა მეთქვა, იმიტომ რომ სიმართლე ჭირმარიტება თუ ჩვენამდე მოდის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ გაზიარდეს. ახლა რასთან დაკავშირებით, მოკლედ იმ ვიდეოსთან დაკავშირებით, გოგონო იმ ანგელოს გოგოსთან დაკავშირებით, რომელიც იქნა მოკლული ამერიკაში. დღეს ნახე აი ეს სტატუსი, ეწერა უბრალოდ რომ ვისი ბრალია და მივხვდი რომ ციროდულად უნდა გავაზიარო ჩემი აზრი ასე ისედაც გაზიარებული მაქვს წლების უკან, თუმცა ხა კიდევ ხელმეორედ მინდა რომ უფრო ფაქტებით მიგახვედროთ იმას თუ რას გულისხმობ მთელი ეს წლები. ან დავიწყებ ჩემი აზრის გაზიარებას, მინდა ვთქვა რომ ეს ჩემი აზრები არის და სრულებითაც არ ნიშნავს რომ ეს სიმართლე არის, ეს ჩემი აზრი არის, გინდათ როგორც მტყული ისე მიღეთ, გინდა ამის დაფიქსირება მინდოდა. ახლა ვაგრძელებ. ვინ არის დამნაშავე? ყველა ჩვენგანი, ყველა ის ადამიანი, ვინც ტკივილიდან ვერ გამოვიდა. ამ ცხოვრებაში, ამ დედამიწაზე ყველაფერი არის საათობრივად აწყობილი. ნახეთ, ზუსტად მაშინ შემოდის ეს გოგო, სხვაგან რატო არ ჯდება მარტო იმ ადგილას. ეს ამერიკელი, ეს მამაკაცი იყო დაავადებული, იყო ავად. მისმა დამა თქვა რომ 9-14 იყო თორჩდები დაჭერილი და მერე გამოშვებული. 14 ჯერ იჯდა ციხეში. შემდეგ ნერეკავდა თურმე 9-1-ში სულ რომ რაღაც ჩიპით თორჩდები ჩიპით ჩამიდეს, მოკლედ კარგად წაიკითხეთ თავად. მე არ დამიჯეროთ გადაამოწმეთ ინფორმაცია. ესე იგი ჩიპი ჩამიდესო და მოკლედ რაღაც ჰალუცინაციები ქონდა. იყო ეს ბიჭი დაავადებული, ასეთი ძალიან ბევრი დაავადებულია ტორონტოში, დადიან ყვირიან. დედა ჩემიც ცუდად არის, ანალოგიური ჰალუცინაციები აქვს. ნახეთ, ერთხელ დედა ჩემ შვილს მოკიდა ხელი და გარბოდა, ეს არის რა ქვია, მოკიდა ხელი და ჩემგან გარბოდა, მოკლა უნდა ვჩემიო და ჩემ შვილს კი ნახამ ეს მანქანები სადაც არის, ისეთი მოძრაობა იყო, ავტობანივით იყო თუ არ ვწდები და აი იქ გადიოდა პირდაპირ, რო არ მომიკიდა უცბად დანიელისთვის ხელი და დედა ჩემისთვის ჩემკენ თუ რო არ გამომეწია, მიდიოდა პირდაპირ იმ ავტობანზე, ვინ გააჩერებდა მანქანას, მაგრამ რა მე იტყოდნენ რომ აი ეს თვითმკვლელობა, არა თავდაცვას ცდილობდა და იცავდა ჩემ შვილს მის წარმოსახვაში. ჩემგან მე ვიყავი მისთვის ვიღაცა, ანუ ჰალუცინაციები ქონდა. და ვინ იქნებოდა დამნაშავე, დედა ჩემი? არა, დაავადებული არის. დედა ჩემის ბრალი იქნებოდა ის რომ ტკივილი არ გავშვა, რომ აქამდე მიიყვანა თავი. დამნაშავე უნდა ვეცებ, დამნაშავეს რომ მივყვეთ, უნდა წავიდე წარსულში, ბები აჩემის, მერე ბები იბაჯემის, დედა და ეს ჯაჭვი არის დამნაშავე, რომ ტკივილის ჯაჭვი, რომლიდანაც არ გამოვდივართ, რომლიდანაც არ ვინკურნებით. ეს ჯაჭვია დამნაშავე, არ ვფხიზლდებით, ვსკროლავთ, გონებაში ვართ და არა გულში. ვირჩევთ ერთმანეთსგან დავადანაშ, შავკანიანი, იმიტომ არის, რომ ეს არის შავკანიანი, რო არის, აი მაგიტომ რა დედა ჩემი თეთრკანიანი არის, მაგრამ რა მდგომარეობაში არის? რა შუაშია ფერი, რა შუაშია ეს ყველაფერი. და იცოდეთ, ყველაფერი რაც გვინდა, ყველაფრის მანიფესტაცია ხდება. ოღონდ იმის და მიხედვით მოხდება მანიფესტაცია, ანუ ან კარგად მოხდება, ან ცუდად. ეს ყველაფერი დამოკიდებული არის რა ხდება ჩვენში. დააკვირდით ამ გოგოს სურათებს. მისი Facebook-ით გვერდიდან ამოვიღე. დააკვირდით ამ სურათებს. ეს გოგო იყო ტკივილში, ანგელოსი გოგო არის. უბრალოდ ტკივილში იყო
ეს გოგოც ცუდად იყო. ისე ვერ მიიზიდავდა, ისე არ მოხდებოდა, ისე იმ დროს იმ სკამზე სხვა დაჯდებოდა, არ დაჯდებოდა ეს გოგო. დაახლოებით თითქმის ერთ და იგივე სული არის. ისიც ტკივილში არის, ის კაციც ტკივილში იყო, ეს გოგოც ტკივილში იყო, მიიზიდეს ერთმანეთი. ის კაცი ალბათ ეძებდა, ამბთქვა, რომ ხმა მიკარნახაო, რომ მომეკლაო. გესმით, ანუ ეს ხმა ეტყობა კარნახობდა, რომ ვიღაცა მსხვერპლს ებძებდა და გამოჩნდა უცბად ეს გოგო. და იმიტომ რომ თეთრი იყო, იმიტომ რომ გვეყობა ეს ყველაფერი. დანიელმა მითხრა, რომ ეს იგი ის არის რო ქვია, ეს იგი შავები. დანიელმაც უცბად ეგრევე შიშია ამას გათქმევინებს, რომ ეს იგი შავი რადგან არის, აი შავებისგან თავი უნდა დავიჭირო შორს. ეს იგი შავები, იმიტომ რომ შავმა რომ მოკლა თეთრი, ეს იგი შავი კლავს. არა, მე ვუთხარი, რომ დანიელ მეთქი რა მნიშვნელობა. მე ვანახე ეს თეთრმა რომ მოკლა უკვე თეთრი, მეთქი არა ყველა კლავს ერთმანეთს. შიში, ტკივილი გვაკლევდებს, ცხოველური საწყისები გვაკლევდებს ერთმანეთს, სიტყვით ვკლავთ ერთმანეთს. ის შავკანიანი სავანამ დაავადებოდა, ის ხო იყო პატარა თავცველი ბავშვი. რას უშვებოდნენ იმ ბავშვს, ჩვენ ხო არ ვიცით. რას მიშვებოდნენ, მე ხო არავინ არ იცოდა. ყველანაირი ისეთი ტკივილი მქონდა, ყველანაირი, როგორ გითხრათ, აი, ყველაფერი გამართლებდა იმას, რომ მე გამختارიყავი მკვლელი, მაგრამ მე სიყვარული ავირჩიე. ჩემ დეიდაშვილმა მკითხა, რომ აი, რა არის უში, რა გამოძრავებს, ის რაც დანიელს უთხარი ზუსტად მაშინ, როდესაც აი ეს ყველაფერი რო ავუხსენი, მე ვუთხარი, რომ დანიელ მეთქი ყოველთვის აი არასდროს არ ჩაიქნიო ადამიანზე ხელი მეთქი. არ ჩავიქნიოთ ერთმანეთზე ხელი. რა შუაშია შავი თეთრი. ნუ გონიათ, რომ ერთმანეთისგან ვართ, ერთნი ვართ. იქნება და საერთოდ ადრე თქვენ იყავით შავი, თქვენ იყავით სხვადასხვა ფერის. რა იცით, რომ მარტო ახლა ხართ და ხართ თეთრი. იქნება საერთოდ ადრე მცენარე იყავით. თქვენ ეს იცით? მაშინ რატო ვათანაშაულებთ ერთმანეთს? რატო ვერ ვუგებთ? ის იმან მოკლა იმას მოკლავენ, იმერე კიდე ვიღაცას მოვკლავთ, კლავთ ერთმანეთს. ამაში ყველანი დამნაშავენი ვართ, იმიტომ რომ ვერ თავისუფლდებით ტკივილისგან. ის ბიჭი ვინ შექმნა? ჩვენ შევქმნით ტკივილიანმა დედებმა. ეს გოგო ვინ შექმნა, ვინ ტკივილში იყო ის გოგო? იყო საოცარი უფაქიზესი სული, ანგელოზის სული, რომელიც სევდაში იყო ტკივილში. აგერ სულარადებს დააკვირდით, თუ კითხვა შეგიძლიათ ენერგეტიკის ეგრევე მიხვდებით რა იკითხება, თუმცა მეორე მხარე იყო, იმედი ქონდა. უნდა ცნობადობა ალბათ, უნდა მოდელი გამხდარიყო. გახდა ცნობადი, როგორც დედაჩემი გახდა, მაგრამ ვერ განკურნება, რო არ ხარ განკურნებული, ნეგატიური კუთხით ხდება მანიფესტაცია შენი ოცნების, როგორც დედაჩემს ყვარობთ, თუმცა თავად ხო ვეღარ აღიქვავს, ვერ აღიქვავს ამ ყველაფერს. ამიტომ რა ოცნებებიც გაქვთ, რომ სწორად მოხდეს მანიფესტაცია, შევიცვალოთ, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეიცვალოს. არ გეგონოთ, რომ ეს თქვენ არ შეგეხებათ. დამიჯერეთ, თქვენ ეს ყველაფერი უკვე გეხებათ. დაიცავით შვილები სხვებისგან არა, საკუთარი ტკივილისგან და ყველაფერი დაალაგდება. ვინ დავადანაშაულოთ? ჩვენი თავი, არარჩეული უპირობო სიყვარული. ავირჩიოთ უპირობო სიყვარული, სწორი არჩევანი მივიღოთ და ყველაფერი, ყველა სოფლიო შეიცვლება. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.